სოციალურ ქსელში ბოლო დღეები ვრცელდება ინფორმაცია, რომ შიდა ქართლიდან ბავშვები გაურკვეველ ვითარებაში უჩინარდებიან. Facebook მომხმარებლები წერენ, რომ გაუჩინარებული 10-მდე მცირეწლოვანი ბავშვია. ინფორმაცია, რომელიც არ დასტურდება, გორში პანიკის საფუძველი გახდა. დღეს ყველა იმაზე საუბრობს, რომ პატარებს სასულიერო პირების ტანისამოსში გამოწყობილი ადამიანები იტაცებენ. გავრცელებული ინფორმაციის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებების გაკეთება მოუწია. დეტალებს ახლა ჩემი კოლეგა თამარ ადვაძე გაგვაცნობს. თამარ, ველოდებით შენგან დეტალს. გიორგი, იმისთვის რომ გაგვეგო რამდენადაა აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებაში გავრცელებული, ჩვენ გორის ქუჩებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოქალაქეები გამოკითხეთ. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ სმენიათ ბავშვების გატაცების შემთხვევებზე და ერიდებიან საღამოს საათებში ბავშვების სხვადასხვა ადგილებში მარტო გაშვებას. მოქალაქეებმა არ იციან შეესაბამება თუ არა აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს და სწორედ ამიტომ საქმის გამოძიებას სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვენ. შეიძლება ხმებიც უფრო გადაჭარბებულია, მე ასე ვფიქრობ. თორე ეხლა სად უნდა გაიყვანონ ბავშვი რომ გაიტაცონ. მე ვფიქრობ, გატაცებულ ბავშვს ვერჩვილად ვერავინ ვერ აიყვანს და საზღვარსაც ვერავინ გადაიყვანს და არა მგონი რომ უბრალოდ ხმები გადაჭარბებულია. მე რომ სმენია და ბავშვების გადაცება ესე ახლა უფრო გახშირდა ვიდრე ადრე იყო. ორგანოების გაყიდვის მიზნით იტაცებენ ბავშვებს. ალბათ რახან ამბობენ არის სიმართლე. ყველა არავინ არაფერს არ ელაპარაკებს. ყველაფერი აიხსნელ დროში შესაძლებელი ისე. ალბათ მთავრობამ და ვიღაცამ რეაგირება უნდა მოახდინოს აუცილებლად. გამოიკვლიოს სიმართლეა თუ ტყუილი, რომ ხალხი შიშის ქვეშ არ იყოს. თან მეშინია, თან რაღაც დაუჯერებელია. ასეთ რამეს ადამიანი როგორც ჩადის. მოკარი უბანში ყური მამაკაცების საუბარს, რომ ვიღაც გაუჩერებია თუ ბავშვებიო, მონაზვნების ტანსაცმელის ძმეა თუ რაღაც ესეთი არც იმჯერა თქვენ წარმოიდგინეთ, ას ჩავერია, აღარც ვიკითხე, უბრალოდ გავლისას მოკარი ყური და შემზარა მონასმენამ საშინელებაა თუ ეს მართლა ხდება და სამწუხაროა და ამაზე დიდი უბედურება ალბათ არ შეიძლება ერს და ქვეყანას და რაიონს თავზე დაატყდეს. ჩემი აზრით არის ეს ყველაფერი ჭორის დონეზე, იმიტომ რომ აშკარად ჩაერეოდა მაშინ ანუ სამართველო ჩაერეოდა ეს მთავრობა ყველაფერი და საერთოდ ხალხი ერთ რაღაცას რომ ვიღაცა დაიკარგება, უფრო ატაცებული თემა მგონია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეგრე არ დატოვებდნენ რომ ეხა 10 ბავშვი გაიტაცეს და რაღაცა ეგ ყველაფერი მიიმალა. ეგრე ვფიქრობ, ჩემი აზრი ასეთია. ეს ინფორმაცია იმდენად მასშტაბური გახდა უკვე, რომ არ მგონია რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდეს, იმიტომ რომ არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ ფაქტს ნამდვილად ამბობენ, რომ ვარ შემწრე, გვინახავს და გვინახავს და თუ ადამიანებს უკვე ეს ყველაფერი აქვს ნანახი საკუთარი თვალით და ამ ყველაფრის შესახებ უკვე ფაქტების ლაპარაკობენ, მე აღარ მგონია რომ ეს იყოს ჭორის დონე და საჭიროა ნამდვილად ამ ფაქტის ძირფესიანად გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ბავშვების დაკარგვასთან დაკავშირებით. მე ახლა უწყების განცხადების ციტირებას გავაკეთებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შიდა ქართლის რეგიონში გარკვეულ პირთა ჯგუფის მიერ მცირეწლოვანი ბავშვების მასობრივად დაკარგვისა და გატაცების ფაქტები არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე მსგავსი შინაარსის არც ერთი შეტყობინება არ შესულა მოზარდების გატაცების შესახებ. სამართალდამცველების მიერ გადამოწმდა და არ დადასტურდა სხვადასხვა მედია საშუალებებით და სოციალური ქსელით გავრცელებული უკლებლივ ყველა ინფორმაცია, აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბავშვების გატაცებებზე აქტიურად საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ატენის ხეობიდან 4 წლის ბავშვი გაურკვეველ ვითარებაში რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა. პატარა სკოლს სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერ მიაკულიეს, მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციებს ბავშვების გატაცებების შესახებ, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არ დასტურდება.